ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო დიდხანს აღარ შეგაწყენთ თავს, მინდა უბრალოდ მადლობა გადაგიხადოთ. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ დობისთვის, რომელიც თქვენ გამოუცხადეთ საქართველოს მთავრობას ჯერ წელიწადნახევრის წინ, გასული წლის თებერვალში და შემდეგ ნახევარი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ყველა ეს საქმე, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ თქვენს წინაშე, ეფუძნება სწორედ იმ დობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა თქვენ დობისთვის გადაგიხადოთ მადლობა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს, ეს არის ჩვენი ქვეყნის საერთო საქმე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და სწორედ ამ გუნდის ერთიანობამ, ერთად დგომამ, საერთო გადაწყვეტილებამ განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით, თავისი სუვერენიტეტით. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ყველამ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. წინ კიდევ ძალიან დიდი ამოცანები გვაქვს დასახული და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად ყველა მიზანს მივახცევთ. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა დობისთვის, ხარდაჭერისთვის და დღევანდელი დღისთვის თქვენი ყურადღებისთვის. დიდი მადლობა.